ქართული ოცნება თავს რითიც იწონებს, ერთ-ერთი არის ის, რომ თითქოს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევა არის და ადამიანებს შეუძლიათ, რომ სახლები აღარ გაყიდონ იმის გამო, რომ მათ ოპერაცია სჭირდებათ ან წამალი სჭირდებათ. და ხშირად ისინი საუბრობენ ხოლმე ნიშნის მოგებით, რომ სააკაშვილის დროს ადამიანები ზუსტად ბოლო ბინას ყიდიდნენ, ბოლო კაპიკებს იხდიდნენ იმისთვის, რომ შვილები გადაერჩინათ. დღეს რა ხდება ქვეყანაში? ხომ ხედავთ, 24 საათიანი პროტესტი დაიწყეს კანცელარიასთან მშობლებმა, რომელთა შვილებსაც აქვთ ის სინდრომი, რომლის სამკურნალო თანხაც მხოლოდ აქვს ხელისუფლებას და მათ შეუძლიათ რომ შემოიტანონ საქართველოში ეს წამალი. თუმცა უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის ნახევარი წელიწადია ეს ადამიანები ცდილობენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, მაგრამ იქიდან არავინ არ ესაუბრება მათ. ზოგადად ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ირაკლი ყობახიძეს როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანების მიმართ, ეს ძალიან კარგად ჩანს. ადამიანში ჩანს მისი ზიზღი, მისი ბოღმა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ ქვეყნისა. და როდესაც ქართული ოცნების ამომრჩევლები და პროპაგანდისტები საუბრობთ, რომ თურმე მზრუნველი ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მაძუნგალი ხალხი, რომლებიც ცდილობთ, რომ მხოლოდ ოპოზიციაზე ილაპარაკოთ ან წარსულში მყოფ ხელისუფლებაზე, რომ თითქოს ისინი ადამიანებს კლავდნენ. მე არავის არ ვიცავ, არც მაშინდელს და მით უმეტეს არც დღევანდელს არ დავიცავ, უბრალოდ თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ მაშინ ადამიანები ბინას ყიდიდნენ, ბოლო კაპიკებს იღებდნენ ჯიბიდან, რომ შვილები გადაერჩინათ და უფრო ხშირად მათ ვერანაირად ვერ ეხმარებოდნენ საკუთარ შვილებს და ფატალური შედეგით მთავრდებოდა ეს ყველაფერი, თურმე მოვიდა ქართული ოცნება და ქვეყანაში ყველაფერი გამოსწორდა. თუ კი ასია, ამდენი ხანია უკვე სიცივეში, წვიმაში და უბედურებაში ეს ადამიანები დგანან კანცელარიასთან და ითხოვენ ყობახიძესთან შეხვედრას. რატომ არ ხვდება ყობახიძე, თუ მისი მხარე და ზოგადად მისი პოზიცია არის ჯანსაღი და სიმართლე, რომ ეს წამალი ვერანაირად ვერ შემოვა ქვეყანაში, რომ თურმე ამ ადამიანებს ატყუებენ ვიღაც ოპოზიციონერები და აქეზებენ. და კიდევ ერთ შეურაცხყოფას აყენებენ, რომ თითქოს ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. ეს არის დაცინვა ადამიანებისა, ეს არის რომ ამ პიროვნებებს, ქართული ოცნების წევრებს ფეხებზე ჰკიდიეთ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა და დიუშენით იქნება ადამიანი დაავადებული თუ სხვა რომელიმე თუნდაც ონკოლოგიური დაავადებით, მათთვის არაფერს არ ნიშნავს. მათთვის მთავარი არის რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა გააღატაკონ, მოიპარონ რაც შეიძლება ბევრი ფული, ბანდებად ჰქონდეთ დაყოფილი ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სფეროები და აი ამ ბანდებმა მართონ ეს ყოველივე. ხოლო როცა ჩვენ ხმას ამოვიღებთ ამაზე, რომ ხელისუფლება უნდა ადგეს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ჩვენ გვეძახიან პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს.